მაღალმთიან დასახლებებში სამაწარმოო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა იწყება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. დეტალების შესახებ სვათ ინფორმაციას დელეგატის ბიუროს წარმომადგენელი ილია საყვალიშვილი მოგაწვდის. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო არის რა სახის ბიზნეს იდეა ფინანსდება და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ პროექტში. ეს პროექტი გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ კი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა, რომელსაც ქვია მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა და მოიცავს ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსებას, იქნება ეს სასოფლო სამეურნეო კუთხით თუ ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის შედის ტურისტული მიმართულებით. გარდა სტეფანწმინდის, მესტიის, ბაკურიანის, გუდაურის აქ სასტუმროების მიმართულება, მათ შორის გესტჰაუზები არ განიხილება. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს და უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ფიზიკური პირები ვერ მიიღებენ ამ პროგრამაში მონაწილეობას. და მონაწილეობა ეს პროექტები ამ პროგრამის ფარგლებში პროექტები უნდა განხორციელდეს იმ დასახლებებში, რომელსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი სტატუსი. ეს პროგრამა მუნიციპალიტეტში ასეთი სოფლები რომლებია? ასეთი სოფლები გვაქვს ჩვენ, რამდენიმე არის ჭერემი, არის მელანი, ზიარი, ფხოველი და ასე შემდეგ. გარდა ამისა ეს პროგრამა მინდა აღვნიშნო, რომ იწყება 8 ივლისის 12 საათიდან, დღის 12 საათიდან განაცხადების მიღება დაიწყება და მინდა პროცედურაზე უთხრა ჩვენს მაყურებელს თუ რა პროცედურის გავლა მოუწევს თითოეულ მათგანს, ინდ მეწარმეებიდან დაწყებული ნებისმიერი იურიდიული ფორმა, რაც არსებობს, ვისაც აქვს ეს სტატუსი, მათ შორის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები იქნება თუ ჩვეულებრივი სხვა ტიპის კოოპერატივები, მათ შეუძლიათ ამ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. დაფინანსების საკითხი ასეთია, მინიმალური გრანტი, რაც გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში არის 30.000 ლარი, ხოლო მაქსიმალური არის 100.000 ლარის ოდენობით. თუმცა არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის 50%-ის. ანუ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნათ, სახელმწიფო უფინანსებს წარმოდგენილი პროექტის 50%-ს, თუმცა ეს თანხმობრივი ლიმიტები არსებობს. იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ იურიდიული პირი, მეწარმის შემთხვევაში, მაგალითად მამაკაცების შემთხვევაში 18-დან 35 წლამდეა, ხოლო ქალბატონების 40 წლის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დაფინანსების პროცენტი იზრდება და არის 60% და 60% უფინანსდება კოოპერატივებსაც. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, სადღაც დაახლოებით 50.000 ლარის შემთხვევაში თუ არის ახალგაზრდა, მიიღებს ის 30.000 ლარის გრანტს, ხოლო ზევით შემთხვევაში უკვე 60%-ის პირდაპირ პროპორციულს. თუ რა თქმა უნდა, საერთო საინვესტიციო მოცულობა, რაც შეეხება ამ პროგრამაში საერთოდ განხორციელების დროს, უნდა იყოს 9.5 მილიონი ლარი. ანუ საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობა არ უნდა ცდებოდეს ამ ციფრს, რომ დააკმაყოფილოს პროგრამის კრიტერიუმები. პირველი ეტაპი ეს არის, რა თქმა უნდა, განაცხადის შევსება და განაცხადების შევსებას მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 5 მილიონი ლარი თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის ბიუჯეტი, მაგრამ პროგრამის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბიუჯეტის ამოწურვამდე. ანუ 5 მილიონი ლარის რო დავყოთ სადღაც 100.000 ლარიანი გრანტების მეშვეობით, სანამ არ მოიწურება, სულ მაქსიმალურად დავითვალოთ, აი აქამდე გაგრძელდება, ამიტომ სწრაფად არის გადაწყვეტილება მისაღები კონკრეტული ბენეფიციარის მხრიდან, რომ გადაწყვეტოს უნდა თუ არა ამ კონკრეტულ პროგრამაში ჩართულობა. მეორე ეტაპი, როგორც არის, ეს არის შევსება, თვითონ ამ საიტზე როცა დარეგისტრირდებიან, შემდეგ უკვე ავსებენ ბიზნეს მოდელს, რომელიც იქვია, თქვა უნდა, ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული და შესაბამისად ამ შევსების შემდეგ აქვე ეტვირთება წარმოსადგენელი დოკუმენტაციები, რომლის ნუსხაც, რა თქმა უნდა, არის სოფლის განვითარების აგენტოს და ამ პროგრამის ქვეშ. ეს არის ძირითადად ტექნიკური სახის დოკუმენტაცია, პირადობის მოწვევა, დავალიანების, სახელმწიფოს მიმართ დავალიანების მქონე ცნობა, შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საბანკო რეკვიზიტები და ასე შემდეგ. შესაბამისად პირველი ეტაპზე ხდება ეს რომ რეგისტრაცია, მერე ბიზნეს მოდელის შევსება და რა თქმა უნდა ამ დოკუმენტაციის ატვირთვა. შემდეგ ეს იგზავნება, გაგზავნება ელექტრონულად იქვე და ხდება ამ კონკრეტული განაცხადების განხილვა სოფლის განვითარების აგენტოს შემდეგ. ხოლო თუ შემდეგ ხდება დამტკიცება, ამის თუ რომელიმე პროექტი დახარვეს და შემთხვევაში სოფლის განვითარების აგენტო
იქვე თავისივე აკაუნტში შიგნით დაუწერს მიზეზს, ქულებრივი შეფასებითი სისტემა გახლავთ და ასე მიენიჭებს ქულას და დაუწერს იმ ხარვეს, რის გამოც დახარვეს და ესა თუ ის კონკრეტული პროგრამა. Რა თქმა უნდა, ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა რომ ეს ხარვეზი გამოასწოროს და ხელახლა ატვირთოს, მაგრამ გაითვალისწინოს რომ რიგში თავიდან მოუწევს, რა თქმა უნდა, ჩადგომა, რაც რა თქმა უნდა აფერხებს და ამცირებს შანსებს, რომ შემდგომში ის დაფინანსდეს. აუცილებელი არის თუ არა, რომ მეწარმე იყოს რეგისტრირებული მაღალმთიან სოფელში. ხო შესაძლებელია ის ფლობდეს ქონებას მხოლოდ. არა, ეს აუცილებელი ნამდვილად არ არის. ნებისმიერ მეწარმეს, ნებისმიერ ადგილას, სადაც არის რეგისტრირებული იურიდიული თუ ფაქტიური, მთავარი არის რა, რომ როდესაც დააპირებს კონკრეტული იურიდიული პირი, კონკრეტული ბიზნეს პროექტის განხორციელებას, ეს უნდა განხორციელდეს იმ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი სტატუსი. ასევე საინტერესო არის თუ შეუძლია მოქალაქეს რომ დარეგისტრირდეს იმ მეწარმედ და შემდეგ მიიღოს მონაწილეობა, თუ აუცილებელია უკვე სტატუსი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს. უნდა იყოს მოქმედი სტატუსი ნიშნავს რომ ის უკვე უნდა ეწეოდეს ეკონომიკურ საქმიანობას, რეალურად რომ დღეს დარეგისტრირდეს ადამიანი და მივიდეს, რამდენიმე ეტაპი მაინც უნდა გაიაროს, ეს არის იუსტიციის სახლი, შემდეგ შემოსავლების სამსახური, შემდეგ საბანკო და შესაბამისად ამას შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს და ამ პროგრამის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვინაიდან 5 მილიონი ლარი ნამდვილად არ არის დიდი ბიუჯეტი, განსაკუთრებულად დიდი ბიუჯეტი, როცა 100.000 ლარიან საგრანტოს ერთ დაფინანსებაზე გასცემ, შესაბამისად შეიძლება როდესაც მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ მზად იყოს მონაწილეობაზე, შეიძლება თანხა ამოწურული დახდეს. ამიტომ ეს უფრო იმ მეწარმეებისთვის გახლავთ, ვინც უკვე აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, ან ერთწლიანი და ერთი წელი მაინც არის მინიმუმ რაც აქვთ. აი, ეს არის პირობები. აი, თქვენ დელეგატის ბიურო აქტიურად დაეხმარებით ალბათ, ხო, რომ ინფორმაცია მიაწოდოთ ან შევსებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც წინა წლებში წელსაც ბუნებრივ არა მხოლოდ კონსულტაციის კუთხით დავეხმარებთ, არამედ უშუალოდ ამ ბიზნეს მოდელების შევსების დროს, ვისაც დასჭირდება რომ კონკრეტულად იმუშაოს და არ აქვს ამისი რესურსი და ასე ვთქვათ, თან დამატებით ხარჯის გაწევა მოუწევს, ჩვენ ნებისმიერ სურვილს დავეხმარებით როგორც ბიზნეს მოდელის შევსებაში, ასევე რა თქმა უნდა, ტექნიკური სახის ინფორმაციის მოგროვებაში, კონსულტაციით და შესაბამისად ამ დოკუმენტაციის ატვირთვაში. ამ პროგრამაზე კიდევ მეთქვა რომ თუ იმ შემთხვევაში დაფინანსდა და სააგენტო მიიღო თანა დაფინანსები და დაუმტკიცა განაცხადი, შემდგომ 2 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ბენეფიციარმა აუცილებლად სამშენებლო ნებართვა კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერიიდან და ხარჯთაღრიცხვა და ასევე პროექტი არქიტექტურული თუ ეს გაკეთებას აპირებს. და შემდგომ უკვე თანხის მიღება ესეც თუ არ დახარვეს და თუ დახარვეს და აქ აღმოფხვრა შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, ჩაკორექტირდეს თუ რამე უმნიშვნელო ხარვეზები გამოვლინდა, ხოლო შემდგომ უკვე, როდესაც ყველაფერი მოწესრიგდება და ხელშეკრულება გაფორმდება, გამარჯვებული ბენეფიციარი უნდა მივიდეს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალურ და რაიონულ სამსახურებთან, ჩვენთან არის ასეთი სამსახური და უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელთაც მოითხოვს იმ გრანტის ჩარიცხვას, რა რაოდენობითაც ქონდა მოთხოვნილი და რა რაოდენობაც მიიღო ამ პროექტის პარალელში. დიახ. და ბოლოს რას ურჩევთ იმ ადამიანებს, იმ მეწარმეებს, ვისაც სურს რომ მიიღოს მონაწილეობა? რა თქმა უნდა, ურჩევ რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, იქიდან გამომდინარე რომ თუ და ეკონომიკურ საქმიანობას ვინც ეწევა და იცით რომ მაღალმთიანი სტატუსი მარტო იმიტომ არა რომ საგრანტო ხდება, იქ საშეღავათო პირობებიც მოქმედებს. და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან რომ თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვისაც და მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვისაც მოგეხსენებათ რომ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებები ზოგადად ეკონომიკური აქტივობებით შედარებით უფრო სუსტი არის ნაჩვენებელი ეკონომიკური აქტივობის ვიდრე ვთქვათ სხვა დასახლებები. ამიტომ ეს ძალიან კარგი იქნება რასაკვირველია როგორც ადგილობრივი დასახლების განვითარებისთვის, ასევე ზოგადად მათთვისაც, იმიტომ რომ აი სარგებლებენ შეღავათებით და ეს საგრანტო პროგრამა ნამდვილად ცუდი არ არის, პირიქით, როდესაც შეგიძლია რომ 50-დან 60%-მდე დაფინანსება აიღო, ხო და საერთოდ ეს პროგრამა არ ითვალისწინებს დიდი მასშტაბური ბიზნეს იდეების განხორციელებას, იქ სხვა პროგრამები მუშაობს, სახელმწიფო და მათ შეუძლიათ რომ იქ მიიღონ მონაწილეობა, ეს არის უფრო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.
და შესაბამისად ყველას ვურჩევთ, იმიტომ რომ თანხის ინვესტიციება მაინც ისედაც მოუწევთ, შეიძლება საკრედიტო ვალდებულებებიც აიღონ და აქვე მინდა გავაკეთო განაცხადი, რომ ის თანამონაწილეობის 40% იქნება თუ 50%, ნებისმიერ ბენეფიციარს შეუძლია ეს წარმოადგინოს თქვათ საკუთარი სახსრები, შეიძლება სხვა გრანტი აიღოს სხვა ორგანიზაციის მიერ გაცემული ან ინსტიტუციის მიერ, შეიძლება კრედიტი იყოს და ასევე შეუძლიათ ისარგებლონ როგორც აწარმოის საქართველოს, ასევე IAFI აგროკრედიტის, ანუ დაბალპროცენტიანი კრედიტების ფარგლებში და ეს 50 და 40%-იანი სავალდებულო მონაწილეობითი წილი შეივსონ აქედან. დიდი მადლობა ასეთი ამომწერა ინფორმაციის მოწოდებისთვის. მადლობა მოწვევისთვის.